ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ დღეს ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. მე ვარ ვიკანა არკანა. Ახლავე დავარიგებ თქვენთვის ვარიანტებს, ორ ვარიანტიანი გვექნება დღეს გაშლა. კარგად წარმოიდგინეთ ადამიანი, ჩაიფიქრეთ ადამიანი და ვნახოთ, აბა. ენატრებით უკასრავად. ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ვნახოთ, აბა. ანდაც მოდით სამ ვარიანტიანი გაშლა იყოს. პირველი ვარიანტი ენატრებით თუ არა, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. იმედი მაქვს სამივე ვარიანტი. კარგად ჩანს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მოვწერეთ პირადში, რადგანაც პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი და ვნახოთ ენატრებით თუ არა. ორზე მეტ ადამიანის ან ორზე მეტი ვარიანტის ჩაფიქრებას მე არ გირჩევდით. ჩაიფიქრეთ, აირჩიეთ და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ პიროვნებას კვერთხების ცხრიანი. მე აქ ახლა უფრო ვხედავ იმას, რომ ადამიანი გარკვეულ გამოწვევებში არის, ცხოვრებისეულ გამოწვევებში. ნახეთ, ახლა უფრო ცდილობს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს საკუთარი რეალობა, ცდილობს, რომ რაღაც გარკვეული კონტროლი დაიბრუნოს საკუთარ ცხოვრებაში. ჩანს ის, რომ ადამიანი ცდილობს ძალიან ბევრ რაღაცას გაუმკლავდეს, შესაძლებელია საკუთარ თავზე ჰქონდეს აღებული ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები. ვერ ვიტყოდი იმას, რომ ადამიანს მაინც და მაინც არაფერი არ გამოსდის მეთქი, გამოსდის ძალიან ბევრი რაღაც, მაგრამ ძალიან დიდ სტრესში არის და ძალიან ბევრ შფოთვებში. თქვენ ენატრებით ძალიან ბევრი იმედგაცრუებები ქონდა ახლო წარსულში აშკარად. ნახეთ, მონატრებას რაც შეეხება, რაღაც მომენტებში კი შესაძლებელია მონატრებამ გაუელვოს, მაგრამ ძირითადად ადამიანი პირველ რიგში სულ სხვა ენერგიებში არის და მონატრებისთვის დიდად არსალია კი არა, რასაც ქვია არსალია, ეს ერთი და მეორე კიდე ადამიანი თითქოს თქვენზე არის ცოტათი გაბრაზებული, ცოტათი იმედგაცრუებულია თქვენში, რაღაც ბრაზი წამოვიდა და ნახეთ კვერთხების ცხრიანიდან გამომდინარედა შემიძლია გითხრათ ის, რომ ადამიანი აშკარად ცდილობს, რომ თავი აგარიდოთ. თითქოს მაქსიმალურად ცდილობს თითქოს, რომ თქვენზე საერთოდ არ იფიქროს, იმიტომ რომ აი რაღაცით არის გაღიზიანებული, რაღაცაზე არის გაბრაზებული. ცოტა ნეგატიური დამოკიდებულება მოდის აქ, ამიტომაც სამწუხაროდ პირველი ვარიანტი აქ მე მონატრებას ნამდვილად ვერ ვხედავ. შესაძლოა აი მაქსიმუმ ყველაზე კარგ შემთხვევაში გაუელვოს მონატრებამ, როგორც უკვე შემოთვახსენე. მაგრამ აი თავს გარიდებთ, გაღიზიანებულია ადამიანი. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, თქვენთან რა ხდება? მეორე ვარიანტი, თქვენ უკვე აქ ენატრებით აშკარად ადამიანს, იმიტომ რომ აქ თასების რაინდი გამოვიდა. ადამიანს ენატრებით და ძალიან დიდი ალბათობით თქვენთან მიმართებაში ქმედების სურვილიც კი აქვს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, ენატრება თუ არა მეორე ვარიანტი, მათ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ენატრებით? კი, ენატრებით ნახეთ, არ აქვს მნიშვნელობა აქ თქვენ მეგობარი ჩაიფიქრეთ ამ ხანაგი თუ რომანტიული ასპექტით ადამიანს აშკარად ენატრებით. ხო, შეხედეთ, რამდენი არკანი განმეორდა, შეხედეთ. პირველ რიგში ადამიანს კი ბატონო ენატრებით, თანაც ამ მონატრებას საკმაოდ დიდი ძალაც აქვს პერიოდულად. ცხადია, ვერ ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი აი 24/7-ზე თქვენზე ფიქრობს მეთქი, მაგრამ ნახეთ, თუ თქვენ ამ ადამიანის მიმართ გაქვთ უფრო მეტად რომანტიული გრძნობები, სამწუხაროდ აქ ადამიანს ძალიან დიდი ალბათობით უფრო მეგობრული ასპექტით ენატრებით, ვიდრე რომანტიულად. აი როგორც ადამიანი უფრო ენატრებით, ვიდრე რაღაც რომანტიული თვალსაზრისით. ხვდებით, რასაც გულისხმობ, იმიტომ რომ როგორც ადამიანი ეს პიროვნება თქვენ ძალიან გაფასებთ და ძალიან სჭირდებით ამ ადამიანს. ადამიანს ძალიან მოსწონს თქვენთან კომუნიკაცია, თქვენთან საუბრები, თქვენთან მეგობრობა და მეგობრული დამოკიდებულება. მაგრამ აი რომანტიული კავშირის ურთიერთობის იმედები თუ გაქვთ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ ძალიან დიდი ალბათობით ცოტათი იმედები გაგიცრუდებათ, იმიტომ რომ ადამიანი უფრო მეგობრულად არის განწყობილი და მისი მონატრებაც არის უფრო
მეგობრულ ადამიანური, ვიდრე მაინც და მაინც რომანტიული. ხვდებით ხომ, რასაც გულისხმობ, ამიტომაც რომანტიკის კუთხით აქ მე ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ენატრებით. ამასთან ერთად დავამატებდი ასეთ ინფორმაციას, რომ გასაგები ადამიანს თავისი რაღაც საქმეები, თავისი რაღაც ცხოვრება აქვს, მაგრამ აი პერიოდულად ადამიანს ძალიან საკმაოდ ძლიერად აწვება თქვენთან მიმართებაში ეს მონატრების შეგრძნება, ნოსტალგიური ემოციები, განსაკუთრებით თუ თქვენ ამ ადამიანს რაღაც დიდი ხანია რაც იცნობთ, ან წლები თუ არ გაქვთ კომუნიკაცია, აი ძალიან ძლიერი მონატრება მოდის ადამიანის მხრიდან, იტანჯება ამ მონატრებისგან, შეიძლება ასეც ითქვას უმეტესობასთან. კარგით, სულ ეს არის მეორე ვარიანტი, ერთადერთი დავამატებდი იმას, რომ თუ ახალგაცნობილი არის ვინმე კი დროთა დრო ენატრებით, მაგრამ ჯერჯერობით რაღაც სერიოზული განწყობა შესაძლებელია არ ქონდეს. და მესამე ვარიანტი, ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. თასები სათიანი, აქ მე მჭირდება რომ არკანები დავამატო. ენატრებით თუ არა მესამე ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ვნახოთ აბა. ენატრებით, ხმლების დედოფალი, კვერთხების ტუსი, თასების 7-იანი, კვერთხების 10-იანი. ნახეთ მეგობრებო, აქ როგორ სიტუაციას ხედავ. პირველ რიგში თუ თქვენ ხართ ქალბატონი, ამ შემთხვევაში ადამიანს ენატრებით, თანაც საკმაოდ ძლიერი მონატრება აქვს. ასევე აღსანიშნავი არის ის, რომ თუ თქვენ მამაკაცი ჩაიფიქრეთ, ძალიან ძლიერი ბნებითი სურვილები და კავშირები მოდის თქვენთან მიმართებაში. მაგრამ ამავდროულად ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძალიან მკაცრი, ძალიან სადღაც უგულო, სადღაც ძალიან ცივი. ადამიანს ენატრებით, მაგრამ ფიქრობს, რომ თქვენ შანსი არ აგენატრებოდეთ, შანსი არ არის თქვენ გაინტერესებდეთ, ან რაღაც გარკვეული თბილი გრძნობები გქონდეთ საერთოდ. ცოტა ხო რა, აი ენატრებით, მაგრამ შეიძლება ითქვას ადამიანი ილუზიებშია და ჰგონია რომ თქვენ საერთოდ არ გენატრებათ და საერთოდ არ გაქვთ მის მიმართ ინტერესი. რაღაც ასეთი ფიქრები აქვს. თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ქალბატონი, ამ შემთხვევაში კი ვიტყოდი იმას, რომ ადამიანს არ ენატრებით, ადამიანი პერიოდულად ენატრებით, მაგრამ ადამიანი უფრო მეტად არის დაკავებული და ნაკლებად ფიქრობს ხოლმე თქვენთან დაკავშირებით, თქვენს შესახებ. ამიტომაც ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ კი ბატონო ენატრებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანი სულ სხვა ენერგიებში არის, სულ სხვა რაღაცებზე ფიქრობს, ცოტა დაკავებული არის მისი მენტალური მდგომარეობა იმისათვის, რომ ენატრებოდეთ. ამიტომაც ხო, თუ თქვენ ჩაიფიქრეთ მამაკაცი, ამ შემთხვევაში მას ენატრებით, მაგრამ თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ქალბატონი, აქ ცოტა სხვანაირი ენერგიები მოდის. აქაც ენატრებით კი ბატონო, მაგრამ უფრო რაღაც სხვა პასუხისმგებლობებში და სხვა ენერგიებშია პიროვნება. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო, გისურვებ წარმატებებს და ნახვამდის.